მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს განაცემაში იხილავთ. რა ხდება ავტოინდუსტრიაში? ვის გადააქვს საწვავის წარმოება მთვარეზე და სად დაიწყეს გაზავებული ბენზინის გაყიდვა? ამასობაში Mercedes-ის ქარხნებში რობოტები ადამიანებს ანაცვლებენ, ელექტროავტომობილები კი ისევ იწვიან. ახალი ავტომობილები, რეკორდები და საჩივრები. შევაჯამებთ საავტომობილო კვირას. რამდენიმე მძიმე ინციდენტი მოხდა, ეხა Xiaomi-ში რო დაიწვა ადამიანი თუ ნახე. ძალიან არ ვიცი, ჩაიკეტა ავტომობილი და ვერც გადამოიყვანეს გარედან და თვითონაც ვერ შეძლო გამოსვლა. ძალიან ხშირი არის ესეთი შემთხვევები და არ ვიცი, რაღაცა ცოტა უკვე დასაფიქრებელი არის ელექტროავტომობილების. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ავტომობილს მექანიკური კარის გამოყები, მექანიკური რაღაცები უნდა ჰქონდეს და ეს აუცილებელი არის რა, იმიტომ რომ ელექტრონიკამ როგორც ვნახეთ, ცეცხლ მოკიდებულ ავტომობილზე არ იმუშავა და მივედით ამ ფაქტამდე. გავტესტეთ ერთ-ერთი გამორჩეული ვიზუალის მქონე, სხარტი, მოქნილი და სწრაფი X3 M50. რა შეგრძნებები დაგვიტოვა და როგორ იმართება? ამ კითხვებზე გიორგი დანელია გაგვცემს პასუხს. BMW გვთავაზობს ყოველთვის ერთ ძალიან მაგარ რაღაცას. და ეს ერთი ძალიან მაგარი რაღაცა არის უბრალოდ ასობგერა M. ყველაზე დასაკვირი ის არის, რომ ის ადამიანებიც კი, ვინც ამ ავტომობილს აკრიტიკებდა და იძახდა, რომ აი არ მოგწონს და რაღაც BMW-მ შეცვალა და აღარ არის ესეთი ბრუტალური და აგრესიული, საბოლოოდ მაინც BMW-ს ყიდულობენ. სტუმრად გვეყოლებიან ახალი თაობა ავტოსპორტში. 17 წლის სანდრო ქაჯაია და 21 წლის მარიამ დავითიძე, რომლებიც წელს პირველად ჩაერთნენ განახლებულ წრიულ რბოლაში, სადაც გამოსტილ პილოტებს დიდ თავის ტკივილს უჩენენ. აი ხა რა უნდა მოხდეს, რომ წელს ამ სეზონზე ჩემპიონი გახდე, ანუ აუ ვინ უნდა გახდეს, ვინ უნდა გქონდეს დისკვალიფიკაცია ვის უნდა გქონდეს არიან სანდრო თავრთქელაძე და გიორგი ბეჟდაშვილი და რავი პირველ ეტაპზე ორივე თუ დაიმტრევა და მეორეზე და გამოდე მარტო ეგ შემთხვევა და რავი ეგ არ მოხდება. ხელშეწყობა რამდენად გაქვს ამ პირიქით შიში თუ აქვთ იმის რომ რაღაცა იღებ მონაწილეობას შეჯიბრში. აი დედაჩემი მაგალითად საერთოდ ჩემს რბოლაზე არ ყოფილა. წინაზე მეორე ეტაპზე მოვიდა პირველად. ისი ძალიან ვთხოვე მეთქი წამოდი ერთ შეჯიბრზე როგორ ახლა ნაყოფით ხო რა ძალიან ნერვიულობს და ვერ მიყურებ. ჩემთან მსგავსი სიტუაცია ძალიან ნერვიულობენ. 8 წლიდან მე სკარტინგზე ვარ და აი რაღაც ავარიების მერე დედაჩემმა რომ მიყურა, ეხა მოდის რბოლაზე უბრალოდ ცალკე ზის და როგორ მთავრობ უბრალოდ ნაგებება და არ ვერ მიყურებ საერთოდ. მამამ ჩემიც ეგრე ძალიან ნერვიულობს. ახლა ხარ, მოდი დრიფტსაც შევეხოთ. აუ. აპირებთ რომელიმე ხო არ აპირებთ კაცო. საერთოდ მე მომწონს ძალიან, მე მინდა რომ გადავიდე დრიფტზე. მოიხსენებათ დათაც ბროდელი, დათაც რა დათა ბროდელი და მეც ბროდელი. დათაც ბროდელი. ხო და იმდენად ნეგატიური კომენტარები მოდის დრიფტზე დათასგან, არ მინდა რა საერთოდ საყვარელთასაც არ დავდივართ ხოლმე დრიფტის. სანამ ავტოსიახლეებზე გადავალთ, რამდენიმე მძიმე ინციდენტი მოხდა, ეხა Xiaomi-ში რო დაიწვა ადამიანი თუ ნახე. ძალიან აი არ ვიცი, ჩაიკეტა ავტომობილი და ვერც გადამოიყვანეს გარედან და თვითონაც ვერ შეძლო გამოსვლა. ძალიან ხშირი არის ესეთი შემთხვევები და აი არ ვიცი, რაღაცა ცოტა უკვე დასაფიქრებელი არის ელექტროავტომობილების. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ავტომობილს მექანიკური კარის გამოყები, მექანიკური რაღაცები უნდა ჰქონდეს და ეს აუცილებელი არის რა, იმიტომ რომ ელექტრონიკამ როგორც ვნახეთ, ცეცხლ მოკიდებულ ავტომობილზე არ იმუშავა და მივედით ამ ფაქტამდე რა. სხვათა შორის ამერიკაში გააჩერეს Waymo-ს თვითმართვადი ავტომობილი, ანუ დაარღვია, იქ მოატრიალა, სადაც არ შეიძლებოდა, ღერძულახაზ გადაკვეთა, პოლიციამ გააჩერა, მივიდა და ძღოლი არ არის. უყურებდა. რაღაცა გაოცდა უცებ. ეგ ისეც ძალიან ხშირი შემთხვევა, უკვე რომ თვითმართვადი ელექტროავტომობილების არღვევენ კანონს, საგზაო მოძრაობის წესებს, ძალიან აქტიურად და ქმნიან ავარიო სიტუაციებს. ესე ჩემი აზრით ალბათ ცოტა ისეთი ის არის რა, გამოსასწორებელია ძალიან. ჯერჯერობით არ არის ეგ, ასე ვთქვათ, დახვეწილი და ძალიან ბევრი. კრის ჰარისმა ჩვენთან საუბარში ხო თქვა, რომ აი Waymo-ს თვითმართვაძეო, აი თბილისში რო გაუშვო, შეიძლება დაიმტრესო რა. იმიტომ რომ არ არისო ამაზე მორგებულიო რა, ინფრასტრუქტურაო და. ნუ თან ჩვენ ქართველებს ჩვენებური მართვის სტილი გვაქვს.
ხა ევროპაში ვიყავი და რო ჩამოვედი ძალიან გამიჭირდა ადაპტირება. ხო, არ ყველა საუბრობს რომ რაღაცა საგიჟეთია და ისეთი სიტუაციები არის. კაი, გადავიდეთ ახლა ავტოსიახლეებზე, ნახოთ და მე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო სიუჟეტით. Honda კოსმოსურ კომპანია Astrobot-თან თანამშრომლობით არკვევს შესაძლებელია თუ არა რეგენერაციული სათბობი ელემენტები მომავალში მთვარის ენერგოსისტემის სასიცოცხლო ნაწილად იქცეს. მთვარეზე საიმედო ენერგიის წყარო შექმნის საკითხი აქტუალური NASA-ს Artemis-ის მისიების შემდეგ გახდა. ეს უკანასკნელი ადამიანებს მთვარეზე გრძელვადიანი ბაზის შექმნასთან აახლოვებს. დედამიწისგან განსხვავებით მთვარეზე არ არის ქარი, არც წყლის ნაკადი, ხოლო ღამეები 2 კვირას გრძელდება. შესაბამისად, მისი როგორც მხოლოდ მზის ენერგიის მისაღებად გამოყენება მომგებიანი ვერ იქნება. სწორედ აქ შესაძლოა Honda-ს ენერგეტიკული ტექნოლოგია გამოდგეს, რომელიც სინათლეს ინარჩუნებს და ამასთან ერთად სასიცოცხლოდ აუცილებელ ჟანგბადსაც კი გამოიმუშავებს. ეს არის სწორედ ის იდეა, რასაც Honda რეგენერაციულ სათბობ ელემენტებს უწოდებს. როდესაც ღამის ფაზაში მზის სინათლე ქრება, სისტემა განსხვავებულ მუშაობაზე გადაერთვება. ის სითბურ ელემენტში შენახულ წყალბადს ელექტროენერგიის წარმოებისთვის იყენებს, ხოლო წყალი ერთადერთი თამდევი პროდუქტია, რომელიც ციკლში ბრუნდება. ამ მიდგომით შესაძლოა მომავალში ადამიანის დასახლებების ენერგიით უზრუნველყოფა გახდეს შესაძლებელი. ამჟამად კი გეგმა სასწრაფო ფაზაშია. კომპანიები ერთობლივი მუშაობით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას იწყებენ, ხოლო რეალურ სამყაროში გამოცდა უკვე შემდგომი ეტაპია. ელექტრომობილების შესახებ ჰეითერები ნეგატიურ მითებს ხშირად ავრცელებენ, თუმცა ზოგჯერ მათში სიმართლის მარცვალი მაინც მოიძებნება. დამუხტვასთან პოტენციურად ბევრი შიში შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუმცა ისინი ძალიან იშვიათად რეალიზდებიან ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ კანადაში მოხდა, როცა მოკლე ჩართვამ საჯარო დამუხტველის აფეთქება გამოიწვია, რაც ასევე კამერებმაც დააფიქსირეს. ადაპტერი შეერთებიდან რამდენიმე წამში, როცა მამაკაცი 2-3 მეტრის დისტანციაზე იდგა, აფეთქების ტალღამ წააქცია. საბედნიეროდ მძღოლ მძიმე დაზიანებები არ მიუღია და ნაკაწრებით გადარჩა. ტესლას წინა სავარძელზე იჯდა მისი მეუღლეც, რომელიც ასევე უნებლად გადარჩა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დამუხტველი ადაპტერს არანორმალურად მაღალი ვოლტაჟის ძაბვას გადასცემდა, რასაც ამ უკანასკნელმა ვერ გაუძლო და მოკლე ჩართვამ საბოლოოდ აფეთქება გამოიწვია. Mercedes-ის ახალი თანამშრომელი, რომელიც არც ჭამს, არც სვავს და არც ხელფას იღებს. ჰუმანოიდი რობოტები ამჟამად სასწრაფო პროგრამების ნაწილები არიან. გერმანული კომპანიის ქარხნებში ავტონომიური რობოტების რაოდენობა თანდათან იზრდება. ჰუმანოიდი რობოტები ამჟამად სასწრაფო პროგრამის ნაწილები არიან, ხოლო Boston Dynamics-ის მიერ შექმნილი 4-ფეხა რობოტძაღლი დიუსელდორფში სატვირთოების მწარმოებელ ქარხანაში უკვე სრულყოფილი თანამშრომელია. ის სპეციალური სენსორებით და ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი და შეუძლია მარტივად აღმოაჩინოს შეკუმშული ჰაერის გაჟონვა და სხვა საწარმოო ხარვეზები. ძაღლი ერთადერთი რობოტი არ იქნება. Mercedes-ის სამუშაო სივრცეს ავტონომიური დრონებითაც ამდიდრებს, რომელიც ქარხნის მთელ ტერიტორიაზე ცარიელი კონტეინერების დათვლით იქნებიან დაკავებულები, რაც კომპანიას ადამიანი თანამშრომლებისთვის დროს უფრო მნიშვნელოვანი დავალებებისთვის გამოუთავისუფლებს. ეს ყველაფერი არ არის. ასევე გამოიხსნებიან ჰუმანოიდი რობოტები, რომლებიც ბერლინის ქარხანაში იმუშავებენ. ეს რობოტები სრული ავტონომიურობისთვის არიან შექმნილი და დავალების შესრულება ადამიანის ზედამხედველობის გარეშე შეუძლიათ. ისინი აღიქვამენ გარემოს გადაადგილდებიან დამოუკიდებლად და ასრულებენ რუტინულ საქმეს, რომელსაც აქამდე ადამიანის ჩართულობა სჭირდებოდა. BMW მიუნხენის საავტომობილო გამოფენაზე 2026 წლის iX3 მოდელი წარადგინა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ელექტრომობილს ყველაფერი აქვს, რათა მსოფლიო ასპარეზზე კონკურენტუნარიან მოთამაშედ იქცეს. BMW გრუპის ხელმძღვანელმა ქრისტიან ახმა განაცხადა, რომ ახალი მოდელი დაინტერესებამ ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. ავტომობილის გამოჩენის შემდეგ პირველ 6 კვირაში შეკვეთების რაოდენობა მხოლოდ გერმანიაში 3000 გაცდა. თქვენ ფიქრობთ, 3000 მნიშვნელოვანი რიცხვი სულაც არ არისო, განსაკუთრებით კი სამყაროში, რომელშიც არსებობს ჩინეთი, თუმცა მასშტაბებზე დაფიქრება მაინც გმართებთ. გასულ წელს გერმანიამ 2.8 მილიონი ახალი ავტომობილი გაყიდა, როცა ჩინეთის ანალოგიური მაჩვენებელი 31 მილიონს აჭარბებდა. შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ გერმანული კომპანია მსურველებს ტესტ-დრაივსაც კი არ თავაზობს. ავტომობილი 2 ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 463 ცხენის ძალას და 645 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.7 წამს ანდომებს. არანაკლებ შთამბეჭდავია საშუალო მანძილიც, რომელსაც ელექტრომობილი 1 დამუხტვით გაივლის. ეს კი 654 კმ-ია.
პატარა აზიურმა ელექტრომობილმა ახლახანს ევროპის წამყვანი ავარიული ტესტი ჩააბარა, რომელიც მისმა ყველა კონკურენტმა მანამდე წარმატებით გაიარა. საუბარია Dongfeng Nami Box-ზე, პატარა ჰეჯბეკზე, რომელიც რეალურად Renault 5-ის ან BYD Dolphin-ის მსგავსია. თუმცა ჩამოთვლილ მოდელებს Euro NCAP-ის ავარიული ტესტის გავლის შემდეგ შესაბამისად 4 და 5 ვარსკვლავი მიენიჭა. Box-მა კი მხოლოდ 3 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. ორგანიზაციის დასკვნით შეჯახების ტესტის დროს ავტომობილში მრავალი წერტილოვანი შედუღება დაზიანდა, რამაც სალონის გარშემო დეფორმაციის რისკი გაზარდა, ხოლო მგზავრები ბევრად დაუცველ მდგომარეობაში დატოვა. ტესტმა, რომელიც 50 კმ/სთ სიჩქარით და 1400 კგ-მდე წონით იმავე სიჩქარის მოძრავი ბარიერის საშუალებით ტარდება, იმ ტიპის შეჯახების სიმულაციისთვისაა შექმნილი, რომლის დროსაც სიკვდილიანობისა და სერიოზული დაზიანების რისკები ყველაზე მაღალია. თუმცა კორპუსის სტრუქტურის დაზიანება ერთადერთი შავი ლაქა არ ყოფილა. არასაკმარისად ეფექტიანი იყო ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები, რადგან მისი გახსნის მიუხედავადაც მძღოლი თავით საჭეს ეჯახებოდა. ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კარები ავტომატურად ვერ იხსნებოდა, რაც ავარიის შემთხვევებში მგზავრების გადარჩენას მნიშვნელოვნად ართულებს. ეს უკანასკნელი ბოლო დროს არაერთი ფატალური შემთხვევის მიზეზად იქცა. მგზავრების ნაწილი ელექტრომობილებიდან ვერ გადმოდიოდა და მათ დახმარებას ვერც გარშემო მყოფები ახერხებდნენ. ჩინეთის საკუთრებაში არსებული Dongfeng-ი იმ ფაქტის გამოც გაკრიტიკდა, რომ გვერდითი შეჯახების შემთხვევაში არანაირი უსაფრთხოების საშუალება არ არსებობდა, რაც წინასავარძელზე მსხდომ მგზავრებს ერთმანეთთან შეჯახებისგანაც დაიცავდა. საერთო ჯამში ამ ელექტრომობილმა მხოლოდ 69%-იანი შეფასება მიიღო, ისიც ზრდასრული მგზავრების დაცვისთვის. NCN-ის ცნობით, საწვავის დეფიციტის გამო რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე გაზავებული ბენზინი გამოჩნდა. რუსეთის ავტოსერვისთა კავშირის წარმომადგენლების განცხადებით, რუსულ ბაზარზე ბენზინის მიწოდების ნაწილი ოქტანურ რიცხვს დამატებით ზრდის. რისი მიზეზით ზოგ რეგიონში დეფიციტის ფონზე შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. მსგავსი რამ რუსეთში 2000-იანი და 2010-იანი წლების მიჯნაზე ხდებოდა. ბენზინის დეფიციტი უკრაინის არმიის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მასობრივი განადგურების შედეგად წარმოიშვა. მთავრობამ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი აკრძალა. ასევე ბელარუსიდან საწვავის შესყიდვები 4-ჯერ გაიზარდა და საიმპორტო გადასახადი გააუქმა, რომ ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და სინგაპურიდან მიწოდება შესაძლებელი გამხდარიყო. ამასთან მთავრობა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის მონომეთილანილის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნას განიხილავს, რაც ოქტანური რიცხვის ასამაღლებელი დანამატია და წარმოებას ზრდის. ეს ნივთიერება მაღალი ტოქსიკურობისა და კიბოს რისკის გამო მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა რუსეთში 2016 წლამდე გამოიყენებოდა. 2026 წლის Chevy Silverado F-Trail Boss-მა დისტანციის წესზე ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამერიკული წარმოების პიკაპმა შეძლო და საშუალოდ 112 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას 730 კმ დაფარა, რაც ნიშნავს, რომ სრულად ელექტროშორეული მოგზაურობები არც ისე შორია, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ გვეგონა. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, როცა ნიშნული 0-მდე დაეცა, პიკაპს მოძრაობა არ შეუწყვეტია. კიდევ 80 კმ სიჩქარის კარგვის გარეშე გაიარა, რის შემდეგაც დანებდა და გამოირთო. ეს შესანიშნავი ამბავია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ლიმიტებს ბოლომდე უახლოვდებიან და უკანასკნელ შესაძლო დამოხტვალს ეძებენ. Volvo-ს ხსენებაზე პირველი რაც გვახსენდება ალბათ უსაფრთხოებაა სწორედ, ამიტომ ეს ამბავი ძალიან უცნაურია. ნიუ-ჯერსის მკვიდრი შვედურ კომპანია საბარგულის სენსორის ტექნიკური ხარვეზისთვის უჭივის, რამაც მას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიაყენა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთავარი ეჭვმიტანელი არც მეტი, არც ნაკლები გამვლელი ძაღლია. როგორც რამდენიმე დღის წინ შეტანილი სარჩელიდან ვიგებთ, მეგან კორი თავისი Volvo-ს საბარგულთან იდგა. როცა ავტომობილის ქვეშ ძაღლმა გაირბინა, სავარაუდოდ სუგამ ბამპერის ქვედა ნაწილზე დამონტაჟებული მოძრაობის სენსორი გააქტიურა, რამაც საბარგულის კარის მკვეთრი დახურვა და მის ქვეშ მდგარი ქალის მძიმედ დაზიანება გამოიწვია. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ Volvo-ს დისტანციურ სისტემაში უსაფრთხოების ზომები ადეკვატურად არ იყო დაცული და საბარგულის კარს უკუქცევის ფუნქცია უნდა ჰქონდეს. კომპანია კი ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. დანო, როგორც ვიცი, გადაიღე ახალი X3 M50. როგორ მოგეწონა ორი სიტყვით რომ ითხრა? ძალიან კარგი ავტომობილია, მინდა გითხრა. ჩქარია, კარგად იმართება. დანარჩენი ტიპიური BMW-ს ხასიათის მქონე ავტომობილი არის და ძალიან მომწონს ეს რომ სამართავად რამდენად კარგად მოხდა? სამართავად არის ძალიან კარგი და ტიპიურ BMW-ში იმას გულისხმობ, რომ ძალიან სხარტი არის, ძალიან ემოციური არის და შეიძლება პატარა რო არის, უფრო მანევრებადიც იქნება. კი, აი X5-იც ვატარეთ ჩვენ M Experience-ზე, X6-იც ვატარეთ.
X5-თან შედარებით ვერ ვიტყვი რომ X5-ისნაირად კომფორტული არის და რაღაც, მაგრამ ეს უფრო ხარტი არის, საკმაოდ ტევადი არის და კარგი ავტომობილი არის. ხასიათში ეთყობა რომ B58-ია ეს? B58-ის ახალი სერია არის, მეორე გენერაცია არის ძრავის. B58-ზე როგორც ვიცით რომ ძალიან მაგარი ძრავი გამოუვიდათ და ერთ-ერთი საუკეთესო 6 ცილინდრიანი ძრავი არის მე მგონი BMW-ში. არ ჩავთვლი ატმოსფეროს საყვარელ ძველ ატმოსფერულ ძრავებს, მაგრამ ახალ თაობებში მე მგონი რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არის და N სერიას რა პრობლემებიც ქონდა, ის პრობლემები აღარ აქვს აღმოფხვრელი. კარგი, ბევრი რო არ გავაგზავნოთ, მოდი ვნახოთ სიუჟეტი და მე უკვე სტუმრებთან ერთად დაგიმგონებით. პირველი შეხება ამ ლამაზმანთან რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მქონდა, როდესაც M-Experience-ი ჩატარდა და ასე ვთქვათ, სლალომი ვიარეთ ამ ავტომობილით. ჩემში ინტერესი თავიდანვე გამოიწვია, იმიტომ რომ ძალიან კარგი სამართავი იყო სლალომის გზაზე. მე უკვე გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო კარგად შემეცნო და მენახა რა შეუძლია და არის თუ არა ნამდვილი M-ი. ზოგადად M-ი რა არის BMW-სთვის? M-ი არის ხაზი, რომელიც არის შექმნილი ადამიანებისთვის, ვისთვისაც მართვა არის სიამოვნება და ამ ავტომობილის მართვაც დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად ერთი სიამოვნება არის. ხშირად არის ხოლმე რომ აკრიტიკებენ BMW-ს დიზაინერებს, რომ აი რა თუნდოდა ამ ხელა ცხაურა, არ მოგწონს, ესეთია, ისეთია. მეც გამიკრიტიკებია ადრე გადაცემაშიც მithქვამს, რომ არ მომწონს თქო, მაგრამ დროდადრო რომ უკეთესად შევიცნობთ, მე რო ხვდებით, რომ ლამაზია. და ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ის ადამიანებიც კი, ვინც ამ ავტომობილს აკრიტიკებდა და იძახდა რომ აი არ მოგწონს და რაღაც BMW-მ შეცვალა და აღარ არის ესეთი ბრუტალური და აგრესიული, საბოლოოდ მაინც BMW-ს ყიდულობენ. ზუსტად ანალოგიურად ვფიქრობ მეც, თავიდან, როდესაც ფოტოებში ვხედავდი ხოლმე ახალ მოდელებს, G-სერიაზე მაქვს საუბარი, არ მომწონდა, მაგრამ როდესაც ახლოს მივდივარ და შევიცნობ ამ ავტომობილს, მე ძალიან მომწონს. იმიტომ რომ უხეში ხასიათი აქვს და ვიზუალურადაც ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ავტომობილი არის. ყოველთვის. ერთადერთი ავტომობილი ალბათ, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ვიზუალურად არ მომწონს თქო, არის i3. ბოდიშს მოვუხდი i3-ის პატრონებს, მაგრამ რა ვქნა. დანარჩენი მე არ მახსოვს BMW-ს რომელიმე ავტომობილი, რომელიმე ძარა, რომელიც ლამაზი არ არის და კარგად არ გამოიყურება. ორიოდე სიტყვით ტექნიკურ ნაწილსაც შევეხოთ, ავტომობილი არის აღჭურვილი 3-დან 2 ლიტრის მოცულობის ბენზინის შიდაწვის ძრავით. ეს იცით რომელი ძრავი არის? ყველა ძალიან რო უყვარს. B58 არის ზუსტად. არის twin turbo და გამოიმუშავებს 398 ცხენის ძალას და 540 ნიუტონს. საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ციფრებში. და მას ასევე ეხმარება mild hybrid-ის სისტემა და რა არის ეს mild hybrid-ის სისტემა, მაგასაც ავხსნი. Mild hybrid-ის სისტემა არის ძალიან მარტივი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც ავტომობილს ეხმარება მყისიერ აჩქარებაში. ასე ვთქვათ, სტარტის დროს ან აჩქარების დროს ავტომობილს საერთოდ არ აქვს დანაკარგი. ძალიან საინტერესო და კარგი სისტემაა, მეც გამოვცადე და ნამდვილად კარგად და გამართულად მუშაობს. და ყისიერი აჩქარება აქვს დაბალ ბრუნებზეც კი. დაბალ ბრუნებზე ზოგადად ტურბირებულ ძრავებს უჭირთ ძალიან აჩქარება, ვინაიდან და რადგანაც ხშირია ხოლმე ტურბოლაგი. ამ ავტომობილს ტურბოლაგი საერთოდ არ აქვს და ყველა დიაპაზონში ძალიან კარგად ჩქარდება. ყველაზე მთავარი, როდესაც BMW-ის შეძენას ვფიქრობთ, ანუ არჩევთ, ანუ ათვალიერებთ ფოტოებში, ან სადმე ნახეთ, დავინახეთ ქუჩაში შევამჩნიეთ, ყოველთვის ყველას მოგწონს მისი წინა ნაწილი და მისი ბრუტალური გამოხედვა. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბრუტალურია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ ამ ავტომობილმა ბრუტალურობა დაკარგა. წინა ძარა F97 მე ძალიან მომწონდა. ეს უფრო კლასიკურ სტილში და კლასიკურ დიზაინში არის,
მაგრამ ძალიან მომწონს და ბრუტალური გამოხედვა, ასე ვთქვათ, შერჩენილი აქვს ისე. ერთადერთი, რაც მე ამ ავტომობილის წინა მხარეს არ მომეწონა და რომელიც არის ჩემი პირადი აზრი და შეიძლება სხვა საერთოდ არც აინტერესებდეს და არც აღელვებდეს ეს ფაქტი, მოკლედ აქ აქვს გრილი, რომელსაც არ აქვს ბადე. და ეს ბადეს არ ქონა იწევს შიგნით კენჭების შევარდნას და ეხლა შიგნით ძალიან ბევრი კენჭი ყრია და ძალიან რთული გამოსაღებია მე იქიდან კენჭები. ნუ შეიძლებოდა რომ პატარა ბადე გაგვეკეთებინა და ეს პრობლემაც მოგვარდებოდა. მით უმეტეს რომ შესაძაც ეს გრილი არის ფუნქციონალური. ძალიან მომწონს BMW-ის დისკები და ზოგადად ისიც მინდა აღვნიშნო რომ BMW არის ერთადერთი ბრენდი რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი დისკები. ალბათ BMW-ის მოყვარულები ამაში დამეთანხმებიან და ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც BMW-ის სხვადასხვა მოდელის დისკებს სხვადასხვა მოდელებზე აყენებენ და თითქმის ყველა მოდელი აი ამ ჩანაცვლებას, დისკების ჩანაცვლებას ძალიან იხდენს ხოლმე. ეს დისკებიც ძალიან მომწონს ის რომ ორ ფერში არის. თუ კარგად დავაკვირდებით, ასევე ჩანს რომ საკმაოდ აეროდინამიული არის და ეს უკანა ნაწილის დახრაც ძალიან უხდება. დანარჩენი ძალიან მინიმალისტური არის და არაფერი ზედმეტი ამ ავტომობილს არ აქვს და აი ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს ისეთი, რამაც შეიძლება რომ გამაღიზიანოს. ძალიან სადა და კლასიკური არის. როგორც მოგეხსენებათ, X3 G45 ძარაზე M ვერსია აღარ გამოვა. მაგრამ ყავს M50, რომელზეც იმუშავა M დივიზია და როგორც M-ი, ისიც აღჭურვილი არის უკეთესი დაკიდების სისტემით, უკეთესი სამუხრუჭე სისტემით და შეიძლება ითქვას, რომ M პერფორმანსი არის რა. ყველა ბრენდთან ბოლო პერიოდში მაქვს ხოლმე საკმაოდ ისეთი დიდი პრეტენზიები, რომ რატო არ აკეთებთ ლამაზ გამშვებ სისტემებს თქო და BMW-სთან მსგავსი პრეტენზია არასდროს არ მქონია. ყოველთვის ყველაზე გამორჩეული გამშვები სისტემა ქონდა ხოლმე და ყოველთვის ყველაზე ლამაზი მაყუჩები ქონდა ხოლმე BMW-ს. და ასევე ძალიან მომწონს ეს დიფუზორიც, რომელზეც ძალიან ხშირ შემთხვევაში კამათობენ ხოლმე BMW-ს მოყვარულები და იძახიან ხოლმე რომ არ მოგწონსო, მაგრამ ახლა რა ხდება მაგასაც მოგიყვებით. ხო კამათობენ ერთმანეთში, იძახიან არ მომწონს, ესეთი არ უნდა იყოს, რას დაამსგავსეს და რაღაცა. საბოლოოდ ყველა მაინც შედის ონლაინ გამოწერის საიტზე, ყიდულობს ესეთ დიფუზორს და თავის ავტომობილზე აყენებს. ანუ თუ არ მოგწონთ, მაშინ რატო აყენებთ? მაგას ვერ ხვდები. შესაბამისად BMW მიზრუნა უკვე ამაზე და გააქვთ ეს დიფუზორი და შეირგეთ. SUV-ს და მით უმეტეს ესეთი ფორმის SUV-ს ძალიან უხდება სპოილერი და ამ ავტომობილსაც ეს სპოილერი ძალიან ლამაზად აქვს აქ გამოყვანილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეს ფრთა დაბოლოება. რომელიც ძალიან ბევრ ავტომობილს არ აქვს ხოლმე და რაც სპოილერი ობოლი ბავშვით დგას ხოლმე მარტო ეს გამოჩხერილი. აქ ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზად არის გაკეთებული და ძალიან კოხტად არის გაკეთებული და ერთადერთი აქაც აი ამას დავმალავდი. იქ ზოგადად ისეთი ადამიანები ყიდულობენ ხოლმე, ვისთვისაც ავტომობილის საბარგულის ტევადობა მნიშვნელოვანი არის. ამ ავტომობილის საბარგული საკმაოდ ტევადი არის. აქ გვაქვს 12 ვოლტიანი პორტი, გვაქვს განათება, გვაქვს ასევე ჩანთის სამაგრი და გვაქვს სათადარიგო საბურავიც. საკმაოდ ტევადი საბარგული აქვს და მე ვფიქრობ, რომ 4-ვე მგზავრის ხელბარგი თამამად შეგვიძლია რომ ჩავატიოთ. ასევე გვაქვს ყველასთვის საყვარელი ფეხით გაღების და დაკვეთის ფუნქციაც.
მივინახოთ ინტერიერში. პირველი რასაც ხედავ, ეს არის საჭე, რომელიც ძალიან მომწონს, არის საკმაოდ ბუთქუნა, ხელში კომფორტულად ჯდება. Paddle shifterები, რომელიც არის საჭეზე განთავსებული და ესეც მომწონს, იმიტომ რომ საჭის დატრიალების დროს არის ძალიან კომფორტული სიჩქარის შეცვლა. არ გვაქვს სტანდარტული, ასე ვთქვათ, ძველი სტილის დეშბორდი, გვაქვს დისპლეი, ასევე გვაქვს მულტიმედია, საიდანაც შეგვიძლია რაღაცეების არჩევა, რეჟიმების ჩართვა, გამორთვა, პერსონალურად ჩვენს თავზე ამ რეჟიმების მორგება და ასე შემდეგ. ნუ ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, ამას ახლა არ ჩაუღრმავდები. დეშბორდზე გადავინაცვლოთ. ძალიან ინფორმატიული არის, თვითონ გამოსახულებაც ძალიან კარგია და მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ხა მზემა ჭყიდებს თვალებში, ყველაფერი კარგად ჩანს, თუმეტეს რომ მზის სათვალეც მიკეთია, იდეალურად ჩანს ყველაფერიც და დიზაინიც ნუ ოკეია რა. BMW-მ ამ მოდელში რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი შეცვალა ინტერიერში და ტიპიურ BMW-ს აღარ გავს. ბევრისთვის ეს ცოტა უცნაური იყო და ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ის აზრიც, რომ არ მოგწონსო. მე პირიქით მივესალმები, რაც უფრო ახალ რაღაცას დანერგავენ და რაც უფრო ახალ დიზაინს შემოიღებენ. კარგი არის, იმიტომ რომ ძველი რაღაცეები ადამიანებს გუბეზრდება ხოლმე და ხანდახან სიახლეებით საჭიროა ხოლმე. აი ეს კარის გასაღები, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრს არ მოსწონს. არ მოსწონთ ასევე ეს მატერია და სიმართლე გითხრათ, მეც დიდად ვერ აღვფთოვანდი ამ მატერიით, მაგრამ ნუ ოკეი რა. სიარულის დროს ძალიან კომფორტული არის, არ არის ბრაგუნა და რაც უნდა აღვნიშნო, საჭის რეაქცია აქვს ძალიან კარგი. და ეს ავტომობილი წინა მორბედ F97 ზარასთან შედარებით გახდა შედარებით უფრო უსაფრთხო. ანუ ამით რისი თქვა მინდა. ძალიან ბევრი დამხმარე სისტემა არსებობს, ძალიან ჭკვიანი გახდა ასევე და იდიოტი უნდა იყო, რომ BMW-ი დღეს დაიმტრე ან რაღაც მოგივიდეს. კი, ძალიან ჩქარი არის და ძალიან მყისიერია ჩქარება აქვს, მაგრამ ყველანაირად ხარ დაცული და ყველანაირი ელექტრო მოწყობილობა არსებობს ამ მანქანაში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი შეცდომა გაპატიოს. ძალიან ბევრი ადამიანი ახალ ავტომობილებში აჰეითებს ხოლმე სენსორულ ღილაკებს და არ მოსწონთ, რომ ანუ ჩვეულებრივი სტანდარტული ღილაკებისგან წავიდნენ და სენსორულ ღილაკებზე გადავიდნენ. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ვაწვალე და უბრალოდ მაინტერესებდა ჭედავდა თუ არა, რამდენად კარგად აჭერდი ხელს და მუშაობდა და ნუ ყველაფერი არის ოკეი რა, არც ჭედავს, საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელი არის და ძალიან მომწონს ეს პანელი, რომელსაც აქვს გრადაცია, ავარიულის დროს წითლად ანათებს და რეჟიმების დროს იცვლის ასევე ფერებს. მესმის რომ ავტომოყვარულებს ავტომობილებში გვინდა რომ ყველაფერი იდეალური იყოს და ყველაფერი ისე იყოს როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესე არ არის ხოლმე და ძალიან ბევრი კომპანია თავისი გემოვნებიდან გამომდინარე და საწარმოო მატერიალებიდან გამომდინარე გვთავაზობს ხოლმე ისეთ რაღაცებს, რაც ხანდახან არ მოგწონს, მაგრამ BMW გვთავაზობს ყოველთვის ერთ ძალიან მაგარ რაღაცას. და ეს ერთი ძალიან მაგარი რაღაცა არის უბრალოდ ასობგერა M. ყოველთვის გინდა რომ აი ეს გააკეთო. როდესაც BMW-ზე ვჭდები და მით უმეტეს თუ ეს არის M-ი, უბრალოდ ხასიათი მეცვლება რა. ცუდ ხასიათზე რო ვიყო, კარგ ხასიათზე ვდგები. რაღაცა ფიქრებში რო ვიყო, საერთოდ ვივიწყებ ყველაფერს და მანქანასთან ერთად ვიწყებ, ასე ვთქვათ. ანუ მანქანა ხდება ჩემი ნაწილი და რაც მინდა რომ გააკეთო, ზუსტად იმას აკეთებს. აი ეს ხმა, აი სასწაული ხმა აქვს რა. აღნიშნე კიდევაც რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამშვების სისტემა აქვს BMW-ის თქვა და ეს ნამდვილად ესე არის. დრო გადის, ბრენდები ვითარდებიან, ავტომწარმოებლები ახალ რაღაცეებს გვთავაზობენ. BMW-ც არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია და მახარებს ის ფაქტი, რომ BMW-ს M ხაზი და M დივიზია
ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არის და ყოველთვის ავტომოყვარულებს და BMW-ს მოყვარულებს გვთავაზობს ისეთ ავტომობილებს, რომლებიც უბრალოდ სიამოვნებას გვანიჭებენ და უბრალოდ სულ ყველა სახასიათო ავტომობილია. არც ერთი ემი არ არის ჩვეულებრივი ავტომობილი. ყველა ემი არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ მაქსიმალური სიამოვნება მიიღო მართვის დროს. დღეს ჩვენი სტუმრები არიან პროფესიონალი ავტომობილელები სანდრო ქაჯაია და მარიამ დავითიძე. მადლობა მობრძანებისთვის. როგორი განწყობით ხართ რთული დაძაბული რგოლის შემდეგ? ისე რა. შერეული განწყობებით ვარ მოსული პირველ ბოლოს რაც ტექნიკური ხარვეზების გამო. DNF-ი მქონდა ვერ დამოწოვე საერთოდ, მაგრამ მეორე ბოლოზე სხვა შორის კაი იყო. თან კიდე პირველი ბოლის კონტაქტის გამო დამოჯარიმეს 5 პოზიციით და მეორე ბოლოზე ისაც მეორედან ვიწყები დავიწყე მე-13-დან და კაი უკან წაუწევი. იქედან უკინა მოვდიოდი თან ტორუზები გაფრჩებული მქონდა კარგად ვერ იყო წოფში და კაი ბოლა იყო. პირველამდე კი ამოვედი, მაგრამ მე კიდე დამოჯარიმეს და მე-4 გამომივიდა საბოლოო ჯამში. ეხლა საერთო ჩათვლაში მე რამდენი ხარ? საერთო ჩათვლაში მე-3-ზე ვარ და ერთი ეტაპია დარჩენილი. აღარ მაქვს დიდი იმედები ჩემპიონობისგან, მაგრამ ვეცები მაინც. აი ბოლო ეტაპზე იყო რაღაცა ისეთი ინციდენტი, რის გამოც დაგაკლდა მე მგონი ძალიან დიდი ქულა. რა მოხდა მაგ ინციდენტზე? თავად კილადესთან მქონდა ეგ ინციდენტი, მე-5 ადგილიდან დავიწყე ეგ ბოლოც, იმიტომ რომ არა მე-6-დან დავიწყე ბოდიში, იმიტომ რომ წინა ეტაპიდან მქონდა გამოყოლილი ჯარიმა კიდე. ხოლო კვალიფიკაციაზე გავედი პირველ ადგილზე და 5 პოზიცია დამემატა, გამოვედი მე-6-ზე. მე-6-დან რომ დავიწყე, მოვედი მეორე პოზიციამდე და თავად კილადესთვის რომ უნდა გამესწრო, ტორმოს დავაჭირე და აღარ დაეჭირა, დარჩა ამოწეული. გამომივიდა ეგრე რომ დავეჯახე სანდროს და წინ რაღაც გიტარები გაიღუნა, მომტყდა რაღაცები, ვეღარ გავაგზავნე ბოლა და ავჭი ისე ქულების გარეშე. მან წავაგეთ 18 ქულა. კაი ბევრი. აი ხა რა უნდა მოხდეს, რომ წელს ამ სეზონზე ჩემპიონი გახდე, ანუ აუ. ვინ უნდა გაგუჭდეს, ვის უნდა კონდეს დისკვალიფიკაცია ვის უნდა კონდეს. ჩემს არიან სანდრო თავრთქელაძე და გიორგი ბეშტაშვილი და რავი პირველ ეტაპზე ორივე თუ დაიმტრევა და მეორეზე ვერ გამოდე მარტო ეგ ჩემს ყველა და რავი ეგ არ მოხდება. ანუ ერთმანეთს დაეჯახო რა. მარიამ შენ თან სიტუაცია იდეაში კარგად დავიწყეთ. უბრალოდ ვარჯიშს კაპოტი რო ავხადეთ, სტეჟინი იყო მომძრალი საერთოდ. ბოლტი ვერ ვიშოვეთ და რაღაც სხვანაირი ბოლტით რაღაცნაირად მივამაგრეთ, ჩავპრესეთ შიგნით. პირველი რბოლა ეგრევე არა და რო შემოვედი და მეორე რბოლაზე რო გავედი, უკვე უკან ანუ გასწრო ვაჭერდი, უკან მხარე ესტადიოდა. და უკვე სტარტ ფინიშზე გავარდ და დავიწყოთ რბოლა და სპოტარი მყავს მე და ტელეფონში ვალაპარაკები, რომ მეთქი გასწრო ვაჭერ, უკან მხარე თავის დადის მეთქი და რა ვქნა თქო და ნუ არაფერი ეგრე უნდა იარო და თურმე გიტარისტ უკას გავუსხია და საერთოდ აი უკან მხარეს ვერ გვიზნობდი საერთოდ რა. რა საკეთებ თავისთვის იყო. თავისთვის მედიოდა და სწორზეც მანელებდა და ნუ კატასტროფა იყო, საშინელება იყო მართლა. შენ რომელ პოზიციაზე ხარ ახლა საერთო ჩათვლაში? ეხლა მე-17-ზე ვარ. 17-ზე. 26-დან მე-17-ზე ვარ. მაგრამ მარიამი არის ერთადერთი მანდილოსანი, ვინც იღებს მონაწილეობას ამ შეჯიბრში. ეს რა ვიცი პროფესიონალი ავტომობილელები ვინ ყავს გოგო? დრიფტში ყავს ევა. და არის ევა, მაგრამ რგოლებში წრიულზე და ასე შემდეგ. წრიულზე არავინ. ხო. აი რახანაკ ხართ, მოდი დრიფტსაც შევეხოთ. აუ. აპირებთ რომელიმე? ხო არ აპირებთ კაცო. საერთოდ მე მომწონს ძალიან, მე მინდა რომ გადავიდე დრიფტზე. ოჰო. სანდრო შე? მე არა. არ ვაპირებ ფარაზე. რავი, თან მე მოიხსენებათ დათაც რბოლელი, დათაც რა დათა რბოლელი და მეც რბოლელი. დათაც რბოლელი. ხო და იმდენად ნეგატიური კომენტარები მოდის დრიფტზე დათასგან, არ მინდა რა საერთოდ საყვარელთაც არ დავდივართ ხოლმე დრიფტის. სახში რა სიტუაცია არის აი ამ კუთხით რა, ხელშეწყობა რამდენად გაქვს ამ პირიქით შიში თუ აქვთ იმის რომ რაღაცა იღებ მონაწილეობას
შეჯიბრში. აი დედაჩემი მაგალითად საერთოდ ჩემს ბოლოზე არ ყოფილა. წინაზე მეორე ეტაპზე მოვიდა პირველად. ისი ძალიან ვთხოვე მეთქი წამოდი ერთ შეჯიბრზე როგორ ახლა ნაყოფით თქო რა ძალიან ნერვიულობს და ვერ მიყურებ. ალბათ დათა რო არ იყოს ბოლელი, არც მომწონი უფლებას რომ მიმიღო მონაწილეობა რა ავტოსპორტში, იმიტომ რომ აი ძალიან ნერვიულობენ მართლა ჩემით, ბებია ჩემით, ბაბუა ჩემით და ეს დათამ გადაწონა მაინც მათ ნერვიულობა და შემიყვანა 6 წლის ვიყავი, 7 წლის ვიყავი, კარტინგებზე დავიწყე და იქედან მოვდივარ უკვე 10 წელია დავდივარ და ასე თუ ისე გადალახეს მე მგონი. შენთან მარიამ ჩემთან მსგავსი სიტუაცია, ძალიან ნერვიულობენ. 8 წლიდან მე კარტინგზე ვარ და აი რაღაც ავარიების მერე დაეჩემო რომ მიყურო. ეხა მოდის რბოლოზე უბრალოდ ცალკე ზის და რომ ამთავრებ უბრალოდ მეგებება და ანუ არ ვერ მიყურებ საერთოდ. მამაჩემიც ეგრე ძალიან ნერვიულობს. სახში როგორ მიიღეს თვითონ გადაწყვეტილება რომ აი ჩაერთო შენ რბოლაში, ეს შენი სურვილი იყო თუ რაღაცა ინიციატივა მაინც იყო რა, ან მამისგან ან საერთოდ არ ინიციატივა იყო ჩემი მშობლებისგან, საერთოდ არ უნდათ ამ სპორტში ყოფილიყავი და დღემდე არ უნდათ და პირველად 8 წლის ვიყავი, ჩემი კლასერის დაბადების დღეზე მივედით ასტრა პარკში და აი იქიდან მინდოდა რა სიარული და მამამ ჩემს ვეუბნებოდა, აი კვირაში ერთხელ დავყავდი და კვირაში ორჯერ მე 3ჯერ და მე სკოლაში წავედი და მე უარსაც არ მეტყოდნენ, რომ აი მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ აი დღემდე ვერ იტანენ ამ სპორტს, აი საერთოდ არავინ საერთოდ საგვარეულოში არავინ არ ყოფილა ამ სპორტში არასდროს. ძალიან საინტერესო. შენ კითხავ ახლა ეს რაღაცა სანდრო, აი დათასგან თუ არის იმის ბზაობა, რომ ეს სპორტზე გამეცადინოს ხოლმე მაგ კუთხით ან რაღაცა გამოყვეს თუ ძირითადად მაინც შენ თავზე შენ ხარ ორიენტირებული და არა, პირიქით, ყველა მეღადავებოდა, რომ სულ ყველა მიცნობს როგორც დათას ბიჭი რა. სანამ მივდივარ და ეს დათაშვილია, ეს დათას ბიჭია, რაღაც სულ ყველა ეგრე მიცნობს, ყველგან დათას დამყვება, ეხლა წელს ბრავარ ვავიღე, ცოტა დავიწყე მეც მარტო სიარული, მაგრამ მაინც დათას გარეშე საერთოდ ვერ მივაღწევდი, ძალიან მეხმარება ყველაფერში, ყველანაირად გვერდში მიდგას. სადაც არ უნდა მოვთხოვო წასვლას შეჯიბრის მით უმეტეს ამე გამოცდილების მიღება თუ მინდა სადმე ან საყურებლად ან უბრალოდ ისეთი არაპროფესიონალურ შეჯიბრებს გულისხმობ რა. მანდაც თუ დავყავარ ხოლმე სულ ცდილობს რომ მაქსიმალური გამოცდილება მიმაღებინოს, იმიტომ რომ მე შემდეგ რბოლებზე რაც უკვე სერიოზული იქნება, ის პატარა დეტალებიც გადგება რა მაინც და ხო. რაღაცა ეშმაკობებს თუ გასწავლის ხოლმე. ისე რა. ბოლომდე აღიურნე ყველაფერს. არა, ისეთი ეშმაკობები რავი, რაც არ არის ეგრე ეშმაკობებს ვერ გამოიყენებ. ყველაფერი ისეა შემოწმებული, საჯები ყავს ყველაფერს, რა ვიცი. არ არის ეგეთი რა. ყველგან გაკონტროლებენ რა უკვე. მაგრამ ნუ ცდილობთ მაინც. ზოგჯერ გამოდის ხოლმე, ზოგჯერ არა, მაგრამ რამდენი ხანია შენ რა ჩართული ხარ ახლა უკვე აქტიურად? 10 წელი გამოდის. პროფესიონალურში გადმოვედი, რო ვიყავი 12-ის. ხო, 5 წელი. 5 წელი. შენ მარიამ? მე სადღაც 8 წელი და პროფესიონალურად 5 წელი. ეტაპირეები გაქვს მოგებული? კარტინგზე გამოდიოდი, მე ბათუმის ჩემპიონი გავხდი, თბილისიდან ბათუმში ჩავდიოდი და კარტინგის ჩემპიონი მან გავხდი 12 ეტაპის მერე. შემდეგ ავტოსლალომის ორგზის ჩემპიონი გავხდი უკვე თბილისში და წინა წელს გავხდი რუსთავში კარტინგის მეორე ადგილზე გავედი დაახლოებით 16 ეტაპის შემდეგ. სულ ბიჭები 60 კაცი მონაწილეობდა და ეხლა გამოდივარ უკვე მანქანით წრიულ ბოლოზე პირველად რა მანქანით ვიღებ მონაწილეობას. საინტერესო რა მინდა რომ კითხვა აი საზღვარგარეთ თუ ფიქრობ? საზღვარგარეთ 4 ჯერ ვიყავი უკვე. აი ვალენსიის თემა იყო ხო როგორც მახსოვს სლალომის ვალენსიაში არა ვალენსიაში ვიყავით კარტინგ ენდურენსზე ანუ გუნდური კარტინგი იყო და 2 წლის უკან კიდე FIA Games-ზე ანუ ორივე FIA Games FIA Motorsport Games-ი იყო და ვიყავით იტალიაში. ხო. და იტალიაში საფრანგეთში ვეცრავთ იტალიაში პირველი ეტაპი იყო. აი კონკურენცია როგორი იყო მან ანუ გოგოები თუ იყვნენ ეს? ანუ მე ისეთ კატეგორიაში გამოვდიოდი რომ mixed gender იყო ანუ შერეული სქესის წარმომადგენლები ვიყავით და გოგოებში 26 გუნდიდან მეორეზე ვიყავი გოგოებში. ვაუ. ამიტომაც თუმცა გუნდური შეჯიბრი იყო და გუნდი მე-6-ზე გავედით რა საბოლოო ჯამში. ხო. რამდენი იყავით? 4. 4 გოგო. არა, 3 ბიჭი და მე ვიყავ გოგო. ხო, ვაუ. შენ თუ აპირებ? საზღვარგარეთ? მინდა რა თქმა უნდა. ძალიან კაი იქნება საზღვარგარეთაც გამოსვლება რომ მივიღო ევროპის ჩემპიონატებზე თუ გამოვა. ამაგარი იქნება. ეხლა ჯერჯერობით მეც აი FIA Games-ი რო ახსენა მარიამა, მეც მანდوار ორჯერ ნამყოფი, ოღონდ კარტინგ სლალომზე ვარ იქ. ნამყოფი იქაც ეგეც გუნდური კარტინგია, ერთი გოგო, ერთი ბიჭი და სლალომია კარტინგიც რა, მაგრამ
მანდაც ძალიან კაი კონკურენცია, იმიტომ რომ აი წინაზე მაგალითად FIA Games გაიჩნდა კიმი ანტონელი და ეხა ფორმულა 1-ში როა და ეგეთი ტიპები დადიან, ვინც ძალიან მაგრამ მსოფლიო ჩემპიონების დონეს დადიან რა და აი გამოსწრება იყო. მართლა ძალიან მაგარი. ეგ FIA Games საერთოდ არის რახან ოლიმპიური სპორტი არ არის ავტოსპორტი. ცალკე ოლიმპიადასავით აქვს FIA Games ქვია და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. ძალიან ბევრი დისციპლინაა, კარტინგ სლალომი, ჩვეულებრივი კარტინგი, წრიული რბოლა, რალი, ფორმულა და ყველაფერია თეთრს რა. ქვეყნები იქნებიან ხოლმე დაახლოებით 50-დან 60 ქვეყანამდე მიდის ხოლმე 10-15 წარმომადგენლით და დადიან დისციპლინებს, სხვა დისციპლინებში. ვა, ძალიან მაგარია, ძალიან საინტერესო. შენ რა გაქვს დღეს ისობით მოგებული, მოიდა იგივე ვკითხარი? კარტინგების საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე ორჯერ, 2021-ში და 20-ში მე მგონი. და იმის მერე დავდიოდი წყვილთა რბოლებს. იქ გავხდი ვიცე-ჩემპიონი მეორე ლიგაში და ეხლა გამოდივარ ამ ძალიან ავტომობილებში რა და ავი ვცდილობ აქაც რომ გავხდება რა. უნდა გითხოთ პირად მანქანებზეც. ყველა საინტერესოს ხოლმე, აი ვიცი დადიან პროფესიონალი ავტომობილები. სანდროთ დავიწყოთ. დაუთმო. მე დავდივარ ძალიან მაგარი მანქანით, Mercedes ML-ით. ხაბოა ჩემს ML-ით. დავდივარ ხოლმე BMW-ით, ჩემი BMW-ით, რეგზერით დავდივარ, მაგრამ ძალიან იშვიათია რა, იმით ხელოსნი და ელიავიდან რუსთავშიან, რუსთავიდან ელიავად. სტანდარტული BMW სიტუაცია რაც არის რა. ხო, ისე დავდივარ ბაბუა ჩემს ML-ით, დიზელი. რა, შვიდად მუზრაო. კი. მე სტანდარტულად BMW-ით გადავადგილდები უკვე 3 წელია ქალაქში, BMW-ს G20 მყავს, B58-იც რავით, მაყოფილი ვარ ძალიან. თუმცა ცოტანელია და უნდა გადავიდეთ და სწრაფ მანქანას. ესა ჩაიკითხეთ, რამდენი წელი ძალა აქვს? 392. თუმცა ლიმიტი აქვს 211-ზე და 211-ს. ჩემი ML-ი ძალიან ჩქარია. ჩემი მანქანა 211-ს მე არ მიდის. ნოლეს კი უწევია. რა ისეთი სახალისო ინციდენტი თუ გქონიათ შეჯიბრზე? მე ყველაზე ესეთი რა გაგფუჭებიათ რა მანქანაზე. აი წინარბოლაზე მომივიდა მაგალითად მე 8 ადგილიდან მოდიოდი, ბოლოს წინაწრე იყო პირველ ადგილზე ვიყავი, უჯარიმოთ ყველაფერი კარგად მიდიოდა და სიჩქარის გამართველი გაწყდა. დავრჩი ისე ბოლოს წინაწრეზე DNF ჰქონდა. მე აი წინარბოლაზე მეც ABS-ი გამიფშტა და ტორმოზის გარეშე დავდიოდი, თუმცა მაინც მეცხრეზე გავარდი. ძალიან საინტერესო გამოცდილება არის ჩემი აზრით ეგეთი რაღაცა. მე მიყვარს ხოლმე ვერ მოიწყენ მე მგონი. შანსი არ არის. შანსი არ არის. მაგარი გამოცდილება იყო, მივდიოდი და ბახაფეთ რაღაც. ხო, როდესაც მიგოროს როს ფერზე ტრასაზე მიგოროს და მიქნას. აი რა ავტომობილს ისურვებდით, რომ რა ავტომობილით ივლიდით რუსთავის ავტოდრომზე მსგავს ჩემპიონატს. ორშეთი. 911 ხო? კი, GT3-ით სიამოვნებით. შენ მარიამ? ნუ ახლა რეალურად ეს ძალიან არარეალურია, მაქსიმუმ ეს 3 მანქანით მიიღებს მონაწილეობას. ცოტა რა ბიუჯეტური BMW არა, იმიტომ რომ აი ყველაფერი უფუჭდება აბსოლუტურად. ალბათ ადრე კომპაქტები და Civic-ები, მარტო Civic-ების რო შეიკრას, საინტერესო იქნება ძალიან ჩემი აზრით. აი დიდი კარტინგებივით ივლიან, რო სავარაუდოდ. უბრალოდ წინაწამყვანი არის რა. ხო, ერთი ეგ. მე რა, სულად მოუხვევს სუდია ჩქარება თუ რა აგერ Civic-ებმა Porsche-ები არ გაახარეს. კონტენტაზე. GT4-ს და Civic-ი დადიოდა მაგრამ ვიღაცა რო იზახის რომ რაღაც Civic-ზე უგდებ ხოლმე Porsche-დან გადაღები ვურცო Civic-ო წინ მიდის რო ერეწება. Civic-იც როგორი მანქანა, არავის არ უყვარს, მაგრამ ყველას ეზიზღება. იმიტომ რომ აი ყველას უყვარს, მაგრამ რატომ მე მიყვარს? მეც მიყვარს, მაგრამ ჩემს რიგში არ აქვს. ხო, მაგრამ ის არ მოწონს, რომ იაფიანია, ყველაფერს უგებს. აი ხო, ზუსტად. იაფიანია, რომ ყველაფერს უგებს. მე ეგ არის საბოლოო ჯამში მაგარი რა. შეგიძლია მაგიტომ ანუ ძვირიც არ დაგიჟდება და ნაწილებს მარტივად ისო გააკეთებ და ხო, ნაწილებს 5 ლარი. არც ფუჭდება რა, არც ფუჭდება ეგ აკეთე. მე წონის იყიდი ნაწილი. ხო. რამდენი კილო არის ახლა თქვენი ავტომობილები და რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს და რამდენად საკმარისი არის როგორ ფიქრობთ? ხო, ჩვენი ავტომობილები რეგლამენტი აქვს მოგხსენებათ ყველაფერს. სარბოლო რეგლამენტია და იმის მიხედვით უნდა ავაწყოთ მანქანები, დაკიდების სისტემაც, ძრავით და მათ შორის წონაც. წონა არის ტონა 400-ზე ნაკლები არ შეიძლება რა. მე თუ მკითხავთ ცოტა ბევრია, მაგრამ ნუ წელს სატესტო ბოლები ტარდება და უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ მომავალ წლებისთვის უფრო განავითარონ და ჩამოყალიბონ რა ეს ჩემპიონატი და
250 ცხენი აქვს. ტონა 400-ზე ცოტა მე მგონი. ცოტა მეტი უკეთესი იქნებოდა რა. იმიტომ რომ სწორზეც ახლა 200 ვერ სადავ ვავითარებთ. ნუ უჭირს ხო? ხო. ის მაგრამ თან ცოტა ჩატეც რო იყოს და ცოტა დიდ ძალს რო კონდეს. ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა მაყურებლის მხრიდან. ჩვენთვისაც უფრო სასიამოვნო სატარებელი იქნებოდა და მაყურებლისთვისაც უკეთესი იქნებოდა რა. ვფიქრობ რომ შემდეგ წელს რაღაცებს დაუშვებთ. საბურავობით ყველა ერთ და იგივე საბურავით დადიხარ. საბურავებით, ტაქტების სისტემაც ყველაფერი. შეჯიბრის წინ არის ხოლმე ტექნიკური კომისია, შეკავს მანქანები, ამოწმებენ ყველაფერს საერთოდ და მაქსიმალურად პილოტზე რო იყოს დამოკიდებული შეჯიბრის მოგება. თითქმის სულ ყველა თანაბარ პირობებში ხართ შეიძლება ითქვას. კი, მაგრამ ნუ მაინც რაც ამ ერთნაირი ნაწილები დააყენო, იცით რომ მანქანები არავის არ არის რა იდენტური. სულ განსხვავდება. შეიძლება სხვანაირად გაასწოროს იქ რაღაცა. ხო, და მაგით მე ერთ წრეზე რომ მაგალითად 2000-ი ამოიღო, 10 წრეზე უკვე წამია რა, თითქმის წამი კი არა, 2 წამია და 2 წრეზე 2 წამი ბევრია უკვე ერთი პოლიციონერზე. ბოლო შეკითხვასაც დაგისვათ. აი, თქვენი თანატოლები, ვინც ახლა აპირებენ მოსვლას ამ სპორტში, რას ურჩევთ და აი რა გაითვალისწინოთ? რითი დაიწყო? რითი დაიწყო სიტყვაზე სიარული ვარჯიში, რა ავტომობილი შეარჩიონ, აი რას ვფიქრობთ? მე ურჩევდი საერთოდ თავიდან, რომ აი პირველი კარტინგზე დაჟდნენ და კარტინგზე მიაჩვენონ და მე ურჩევდი, რომ რამე იაფიანი, აი თქვათ E46 ახლა თითქოს ყველა მაგითი იწყებს იყიდონ. თუ ტრეკზე სიარული უნდა ჯერ გამოვიდნენ, მაგალითად head to head წლიურ ბოლოზე სადაც სანდრო გამოდის. იმიტომ რომ აი ომოლოგაცია არ გჭირდება, როგორც ვთქვი, ომოლოგირებული ახლა კომბინეზონებზე არ გჭირდება წულთარ ბოლოზე, ხო. ხო და მაგალითად ურჩევა რომ დაიწყო თუ აინტერესებთ რა. კი, კარტინგები დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის, ახლა მეც მანქანაზე ხო ეხლა გამოვიჯექ პირველი წელია რაც დავდივარ მანქანის წრიულ ბოლოს და აი ძალიან მეხმარება მართლა ის კარტინგის გამომუშავებული ინსტინქტები და აი ეს ვარზე სიარული რო ვიცი როგორ უნდა რო ვგრძნობ კარგად მანქანას, მაგრამ ეხმარება ძალიან და ძალიან კაი იქნება და ბავშვებიც კარგად დაიწყნენ. ხო. კი, მარტივად იცნობ, რომ მე მანქანაზე რო ჯდები კარტინგზე რო გაქვს რაღაც გამოცდილება, ჯერ გადასწრებებში, ტრაექტორიებში, მე მარტივად იცნობ ამ ყველაფერს, რომ მანქანაზე რო გადმოვიდე. სპორტულ დარებას სწავლობ მაგრა რა კარტინგისთან. ახლა მე მაგალითად ძალიან გამიადულდა პირველად გადმოვიჯექი სპორტულ ავტომობილზე და აი ძალიან გამიადულდა კარტინგის მერე მანქანაზე გადმოვიჯდომა და აი ყველაფერი ძალიან მარტივად დავითვისა. ანუ პირველად რო დავიჯექი 2 წუთი 12-ში ვიარე და 1 თვეში დავდივარ უკვე 2 წუთი 1-ში, 11 წამი მოხსენი ჩემი მეტროსთან. ვა, ძალიან მაგარი. ერთ შეკითხვას დაგუსვო კიდეში. თუ გაქვს ხოლმე აი კონკურენცია დათასთან, რაღაცა ისეთი რა. აუ ყველაფერში. თუ გინდა რომ აი ანახო რომ აი რაღაცა კი, დაჟე ხამ სახში ვაქვს სიმულატორი რა. რული პედლები და თამაშობთ ხოლმე, თამაშებს იქაც ერთმანეთს ვეჯიბრებით. აქაც ყულთარბოლებზე სულ რომ გამოდიოდი ხოლმე მინდოდა დათა რომ სულ ჩემნაირი რა, ჩემი მანქანით გამოსულიყო და დრო ეჩვენებინა რომ მე მწოდნოდა რა იყო მაგარი დრო, ჩემი მიზანი დამესახა რომ მაგალითად რაც დათამ გაიარა იმ დროში გამერან უკეთესში რა. ეხაც ამ მანქანით რომ დავდივარ თან მინდა დათამაც რო იაროს ამ მანქანით, თან არა, იმიტომ რომ ეხლა დათა რომ გაილის დარწმუნებული ვარ რომ მომიგებს საერთოდ 2 წამს და მე დავიწყებ ჩემ თავში რაღაცებს ზევნას, აქაც ხო უნდა წავიდე, ის ხო უნდა შევიდე და მე ავირევი საერთოდ და ველოდები ახლა სეზონის დამთავრებას. და მე დავსვა და მე ვნახოთ რა განსხვავება იქნება. მადლობა ძალიან დიდი მობრძანებისთვის, სტუმრობისთვის, გისურვებ წარმატებებს. მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. პოდიუმებს, თასებს, მედლებს და ასე შემდეგ. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.